მესამე სასწავლო კურსი ადი? უცუდიანი ზაფყოფნა. კადეტთა სამხედრო სკოლა, ლიცეუმი ქუთაისში, ადგილი, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავლის ჯარისკაცები იზრდებიან. სამხედრო კარიერის დასაწყებად ამჟამად 300-მდე კადეტი ემზადება. აქ დღე დილის 6 საათზე იწყება. მოსწავლეები გაღვიძებიდან 10 წუთში სამწყობრო დათვალიერებისთვის უნდა იყვნენ მზად. დილის გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ კი კადეტებს ოთახების დასალაგებლად თავის მოსაწესრიგებლად მხოლოდ 9 საათი აქვთ. სასწავლო პროცესი დილის 9:30-დან 4:30-მდე გრძელდება. ყველა ის საგანი, რაც საჯარო სკოლების სხვილშია, აქ გაძლიერებულად ისწავლება. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნულ სასწავლო გეგმის შესაბამისად. ისწავლება გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და გაძლიერებული არის მათემატიკა, ინგლისური, ინფორმატიკა. ქიმიისა და ფიზიკის უახლესი თაობის ლაბორატორიები და ინოვაციური ტექნიკა კადეტებს საშუალებას აძლევს მომავალში ევროპისა და ამერიკის საუკეთესო სამხედრო უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ლიცეუმში ისწავლება ორი უცხო ენა, რუსული და ინგლისური, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერებით ისწავლება ინგლისური ენა ლიცეუმში, რადგან შეიარაღებული ძალების ყველა ოფიცერს მოეთხოვება ფლობდეს ინგლისურ ენას. ჩვენი კადეტები სამომავლოდ აგრძელებენ სწავლას ამერიკის სამხედრო აკადემიებში. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე კადეტები გადიან დამატებით კურსს TOEFL-სა და SAT-ში, ასევე თურქულ ენაშიც. ჩვენი ორი კადეტი უკვე სწავლობს ამერიკის სამხედრო აკადემიაში, ვესტ-პოინტში და ასევე საზღვაო აკადემიაში. შუადღისას მომავლის ჯარისკაცებს სადილისთვის და დასასვენებლად 2 საათი ეძლევათ. ცხოვრების ჯანსაღი წესი და მოზარდებზე სპეციალურად გათვლილი რაციონი ლიცეუმში ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სასწავლებელში 9 კლასს დამთავრებული მოსწავლეები ირიცხებიან, თუმცა აქ მოსახვედრად საკმაოდ რთული, მისაღები გამოცდების ჩაბარება უწევთ. გენერალ გიორგი კვინტესის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლე მიმდინარე წელს უნდა ამთავრებდეს ზოგადი განათლების საბაზრო საფეხურს 9 კლასს. გამოცდები ტარდება ფიზიკური მომზადებაში და ზოგადუნარების ტესტი უნდა ჩააბარონ შესაბამისი საფეხური. კადეტებს მშობლების მოსანახულებლად გამოყოფილი შაბათ-კვირის გარდა ლიცეუმის ტერიტორიის დატოვება კვირაში რამდენჯერმე უწევთ, რადგან პრაქტიკულ მომზადებას საველე პირობებშიც გადიან. 3 წლიანი საინტერესო და მრავალმხრივი კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეების სამომავლო გეგმები ძირითადად სამხედრო კარიერას უკავშირდება. ლიცეუმის საუკეთესო საშუალებაა ზოგად განათლების მისაღებად, ასევე ჩვენ გავდივართ სამხედრო პროგრამით გათვალისწინებულ საველე მომზადება, სადაც ვიმყოფებით ახლა. ეს ძალიან მომწონს მე და ასევე დარწმუნებული ვარ მოწონს თითოეულ კადეტს და მინდა რომ ეს საქმიანობა დაუკავშირო ჩემს მომავალს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად თითოეულ მოსწავლეზე 10,000 ლარს მიზანმიმართულად ხარჯავს. მეტიც, დაფინანსების მხრივ, კერძო სკოლებს შორის ლიცეუმი ქვეყნის საუკეთესო სკოლების 5-ში შედის. მე წელს ჩავაბარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, აქ ჩავარებაზე დიდი გავლენა იქონია ჩემი მეგობრების რჩევებმა და მათი ნათქვამი 100%-ით გამართლა, მათი თქმით, აქ იყო უმაღლესი განათლება, ერთად მოხიბლული ვარ პირველ რიგში, ასევე გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა და ინგლისური, ასევე TOEFL-ის ჯგუფი ინგლისურის და იმ შემთხვევაში თუ წარმატებას მიაღწევ, გვეძლევა საშუალება რომ შემდეგ ამერიკაშიც გავაგრძელო სწავლა. ნაყოფიერი დღის ბოლოს კი კადეტებს თავისუფალი დროის აქტიურად გასატარებლად კეთილმოწყობილი გარემო აქვთ შექმნილი. ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ტრენაჟორები, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ბიბლიოთეკა უახლესი წიგნებით და ინტერნეტ ოთახი მათ განკარგულებაშია. ეს არის სახლიდან შორს, სადაც თითოეული მოზარდის სწორად განვითარებაზე პროფესიონალები ზრუნავენ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს სიახლით შეხვდება. 2016 წლის სექტემბრიდან სამხედრო სასწავლებლის კარი პირველად 9 კლასს დამთავრებული გოგონებისთვისაც გაიღება.